ხარ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ადამიანის მეუღლე. პირდაპირ გეტყვი, ხელს მიშლიდა ყოველთვის. აღუ არის თუ არა პირველი აღუ რა ასაკში უნდა თქვას ბავშვმა ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ინდიკატორი. აღუ აქ პირველი რითაც შენ ელაპარაკები და ის პასუხობს. ბავშვების უმეტესობა პირველ სიტყვას დედას ამბობს თუ მამას. აი მიზანმიმართული პირველი სიტყვა არის სადღაც უკვე 9 თვიდან. საკუთარ შვილზე რაღაცა რო ისი არ არის ვერიჯერებ, იცი, ყოველთვის თავდაცვაში ვარდები. ბავშვის ფიზიკური განვითარება არის მისი ჯანმრთელობის სარკე. რა ინფორმაციას გვაძლევს სხივმაჯის სახსრის რენტგენი და შეგვიძლია თუ არა პროგნოსტულად განსაზღვროთ, რამდენი სანტიმეტრი იქნება ადამიანი. საღამოშვიდობისა, ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი და მე ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან საინტერესო სტუმარს წარმოგიდგენთ და ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება. და დღეს ექიმი მიკროფონთან არის მურმანიაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილების ხელმძღვანელი ეკა კანდელაკი. ეკა, მოგესალმებით, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო იმისთვის, რომ დრო გამონახე და მოხვდეთ, ხო? შენ ხარ ადამიანი და იაშვილის ამბულატორიული განყოფილება არის ერთ-ერთი დიდი პედიატრიული განყოფილება ქვეყანაში, სადაც ყოველდღიურად ასობით ბავშვი შემოდის და გადის, ხო? და ალბათ ყველაზე მეტად დაკვირვებული თვალი მეტნაკლებად გექნება, ხო? ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, თქვათ, რა შეცდომებს უშვებებს მშობლები ბავშვების აღზრდის დროს, ჯანმრთელობის ბავშვების ჯანმრთელობის დამენეჯმენტებისას და ეს იქნება ჩვენი საუბრის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ნაწილი. მაგრამ მანამდე მინდა გითხო, რომ 93 წელს გაქვს ჩაბარებული სამედიცინო უნივერსიტეტში, ეს არის ძალიან რთული პერიოდი იმ დროისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან რთული იყო სამედიცინო უნივერსიტეტში მოხვედრა. TSSU, რომელიც იყო TSSU იყო, ინსტიტუტი იყო, მაშინ ინსტიტუტი იყო. ხო, მაშინ ინსტიტუტი იყო და ერთ-ერთი ისეთი იყო რთულად შესასვლელი ინსტიტუტი იყო, თუ გახსოვს, რამხელა კონკურსი იყო, რო აბარებდი გამოსვლას, ერთი რამდენზე მოდიოდა. კონკურსი ნამდვილად არ მახსოვს, დიდი იყო ძალიან. მე პირველ წელსვე გავხდი სტუდენტი. დიდი კონკურსი იყო ძალიან. მაშინ იყო 1-20-ზე, 1-20-ზე. აი რაღაცა ხო ათეულებზე იყო ლაპარაკი. მოდიოდა 20 ბავშვი. ბევრი იყო. თან მაშინ იყო ცალკე პედიატრიული ფაკულტეტი, ხა მედიცინის ფაკულტეტია, მაშინ იყო ცალკე პედიატრიული ფაკულტეტი, ანუ თავიდანვე პედიატრიულზე ჩავაბარე. ძალიან დიდი კონკურსი იყო ნამდვილად. არც მახსოვს რამდენზე მოდიოდა, მაგრამ რაღაცა უზარმაზარი იყო ეს მახსოვს. და ნუ მოხდა ისე, რომ პირველ წელსვე გავხდი სტუდენტი. ხო, მაშინ დიდი სიხარული. რატო აირჩიეს პედიატრიული ფაკულტეტი? აი რა იყო? უფრო დაბალი კონკურსი იყო პედიატრიული ფაკულტეტზე სამკურნალოსთან შედარებით თუ? არა, დაახლოებით იგივე იყო. დაახლოებით, მოდი დავიწყებ იქით, რომ როცა ვიყავი თინეიჯერი, საერთოდაც არ მინდოდა რომ გამختარიყავი ექიმი, იმიტომ რომ არა ექიმების ოჯახიდან ვარ აბსოლუტურად, მინდოდა გამختარიყავი ადვოკატი. და ნუ ძალიან მინდოდა რომ გამختარიყავი ადვოკატი, რაღაცებს კითხულობდი და ნუ ვემზადებოდი ამ საქმეთვის სერიოზულად და მომენტში მითხრა რომ ესე არ უთქვია პირდაპირ, მაგრამ მივხვდი რაც იგულისხმება მე რომ ამ გაქანებულ საბჭოთა კავშირში შენ რაც გონია ადვოკატობა ის ვერ იქნებიო. აქედან გამომდინარე, მე უკვე გადავერთე სხვა რაღაცაზე, რაც ადამიანებთან დაკავშირებული იქნებოდა და მივადექია მედიცინას, ასე ვთქვათ. იქაც ვიფიქრე, კონკურსი იგივე იყო აბსოლუტურად პედიატრია სამკურნალო ფაკულტეტი, დიდი განსხვავება არ იყო. შეება პედიატრიაზე უფრო დიდიც ყოფილიყო კონკურსი, ეს წლებს გააჩნია, ალბათ მე ნამდვილად არ მახსოვს რამხელა იყო. და გადავწყვიტე რომ ყოფილიყავი პედიატრი. ეხლა ამაში ბებიეთში მათ შეასრულა როლი, რომელიც საერთოდ არანაირ კავშირში მედიცინასთან არ იყო, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობდით სადიცი, აი ჩაისახთან კეკელიძის კუთხეში რო სახლი არის იქ და პედიატრიის ინსტიტუტი იყო, მელიქიშვილზე 100 მეტრით ქვემოთ და ხო, ჩააბარეო სწორე ხარო პედიატრიულზეო, ქუჩაზეო გადახვალ ბებიკო და პირდაპირ სამსახურში იქნები და მე გადმოხვალ და სახლში იქნები, მაგას რა ჯობიაო და ყველაზე სასაცილო ეს იყო, რომ ჩემი პირველი სამსახური იყო თემქაზე. 90-იანი. ოღონდ როგორ დავდიოდი 90-იანი წლები იყო და არაფერი ტრანსპორტი არ დადიოდა დედამიწის ზურგზე, გარდა მეტროსი. ისიც ხან ჩერდებოდა, ხან არა. და ამიტომ სულ მეცინებოდა საწყალი ბებიეთ ჩემის ამ ოცნებაზე, რომ ესე გადამესეირნა მელიქიშვილზე და გადმომესეირნა უკან. არ გამოვიდა აბსოლუტურად. აი, რადგან ბებიას ოცნებას შეეხე, მე მინდა ასეთი შეკითხვა დაგესვა და უბრალოდ გულსხმელად მიპასუხე. აი იმ პერიოდში 80-იან წლებში
ახალგაზრდა გოგო, რომელიც აბარებდა სამედიცინო უნივერსიტეტში, თან თუ ეს იქნებოდა პედიატრიული ფაკულტეტი, იყო თუ არა ის ვიზუალურ მონაცემს რო თავი დავანებოთ, ნებისმიერი ოჯახისთვის სასურველი სარწმუნო. ზუსტად მიპასუხე. ხო, რაღაცა იყო მაშინ ეგეთი შეხედულება, რომ კი იყო და ხო იცი ხა ეს ელაპარაკო ყველა ოჯახში ერთი ექიმი მაინც უნდა იყოს წება, რომ გაგიზარდოს ნებისმიერი ეგეთი შეხედულებები იყო. აი ჩემ გარშემო, ჩემი ოჯახიც არ იყო რაღაცა ესეთი დომინანტით, ასე ვთქვათ. და არც ჩემი მეგობრები და არავინ ესეთი ცენტრალური აზრით არ იყო აღჭურვილი, რომ ეს არის საჭირო იმისთვის, რომ რაღაცნაირად მოიწყო შენი ცხოვრება, თუმცა ეს იყო. ეს იყო, ნამდვილად ეს იყო, კი ბატონო, ნამდვილად მახსოვს, რომ ეს იყო. პირველ კურსზე 93 წელს რო შეხვიდოდი, ალბათ იყო პოლიტპარტიული ისტორიის კათედრაც, ხო? კი, როგორ არა, გაგიჭირდა ამ გამოსვლის ჩაბარება, ანუ ნასწავლი გაქვს ეს საბჭოთა კანონები. გაგეცინება, მაგრამ მაგ საგანი, მაგ ჩაბარებული 1 2 3 4ჯერ. ანუ ერთხელ ხო ინსტიტუტში ჩავაბარე, რა ერქვა, აღარ მახსოვს, პოლიტეკონომია ერქვა, ისტმატი ერქვა, დიამატი ერქვა, მე ასპირანტურაში ჩავაბარე. მისაღები გამოსცები რომ ჩავაბარე, მე კიდევ ერთხელ უნდა ჩაგებარებინა, მე 1 წელი გადამისდა ასპირანტურაში და თავიდან ჩამაბარებინეს მაგ საგანი, წარმოვიდგინე რომ საბჭოთა კავშირი დაშლილი იყო და ნუ კიდევ იყო ეს საგანი ჩასაბარებელი. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დიამატი ცუდი საგანი იყო, დიალექტიკური მატერიალიზმი, იქ უნდა გესწავლა პარტიული ყრილობები და ის ჩვენ პირველ კურსზე ვიწყავთ და აღარ მახსოვს ხა იმის სახელი და გვარი, იქ ითხოვდა რომ ყველა ყრილობა უნდა მოგეყოლა და გეთქვა, მაგრამ ისტორიული მატერიალიზმი იყო ძალიან საინტერესო, ფილოსოფიის ისტორია იყო პრაქტიკულად, არც სიამოვნებით კითხულობდი, სწავლობდი. აი ეგ ისტმატი გადამაბარებინეს, მე 2ჯერ თუ 3ჯერ კი გავიარე მაგ კათედრა, ტანჯვა იყო ნამდვილად, იმიტომ რომ ყველა ნომერი ყრილობის დადგენილებები უნდა მოგეხსენებინა. ეხლა ალბათ ახალგაზრდა ადამიანებს ძალიან ეციდებათ ეგეთ რაღაცაზე, მაგრამ საკმაოდ რთული კათედრა იყო. ხო, მეც ხო აი ძველი ექიმებისგან ვიცი, რომ ეს იყო ძალიან რთული კათედრა და ბევრ ადამიანსაც ტოვებდა კურსზე. კი, ანუ წარმოგიდგენთ გეკითხებოდი რომ მერვე ყრილობა თუ მე-12 ყრილობის რაღაც პარტიული ყრილობის დადგენილებების რაღაცა მე-4 პუნქტში რა იყო მოყვანილი და ნუ ხა როგორც ხვდები დაახლოებით და იგივე იყო ყველა პუნქტში რაღაცა 5 წლედი გეგმები და გეპასუხა კი მაგრამ და გესწავლა ყველა შემთხვევაში რა მეგახსოვს ეხლა ამ საკითხს? არაფერი, არც ერთი ყრილობა არ მახსოვს, წარმოდგენა არ მაქვს საერთოდ, მაგრამ ისტორიული მატერიალიზმი გავამადგა მინდა კითხა. შეხარა მქონდეს ძალიან ცნობილი პედიატრი და ძალიან კარგი პედიატრი. ვინ იყო, ვინ შეხვდი პირველად პედიატრს, რომელმაც ჩვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, რომელიც შენი პედაგოგი იყო, ან თუნდაც შენი ბავშვობის ექიმი. იცი რა არის, აი სულ ეხლა უკვე პატარა აღარა ვარ და სულ ფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა. არ ვიცი რის გამო გამიმართლა, უბრალოდ გამიმართლა თუ მოვინდომე რომ გამართლებოდა, არ ვიცი, მაგრამ პირველი ადამიანი, ჯერ პედიატრიას მასწავლიდა ქეთი ნებსაძე. მესამე კურსზე რომ მივედი თემქაზე, მაშინ მესამე საავადმყოფო იყო, ქეთი იყო ჩემი ასისტენტი და შემდგომ პრაქტიკულად მთელი ცხოვრება მე გავიარე ამ ქალთან ერთად. და დღესაც დღე არ არის რომ ეს ადამიანი არ გამახსენდეს, იმიტომ რომ საოცარი ადამიანი იყო აბსოლუტურად, მასზე შემიძლია ძალიან დიდხანს ვილაპარაკო. როცა დავამთავრე უკვე ინსტიტუტი და მივედი ისევ იგივე თემქაზე, მესამე საავადმყოფო იყო მაშინ სამუშაოდ, იქ იყო ნოდარ ხერხეულიძე. ნუ წარმოუდგენელი ადამიანი აბსოლუტურად, კათედრის ხელმძღვანელი იყო, საოცარი ადამიანი როგორც ექიმი, ისევე პიროვნება, ზოგადად მე ხშირად მithქვამს და ეხლა ბევრჯერ ვიმეორებ, ხოლმე იმ საბჭოთა კავშირში ეგეთი თავისუფალი ლაღი ადამიანები საიდან იყვნენ, რომლებიც სულ შენ დახმარებისთვის იყვნენ მზად, ჩემთან ერთად მუშაობდა მაშინ მაია ნოდარიშვილი, ეხლა ჩემი მეგობარია, პაატა, მისი შვილი, მაია, ხო, პაატა, რომელიც საოცარი ადამიანი იყო და იმ კათედრაზე ზოგადად, აი რომელშიც მე მოვხვდი თემქაზე პირველად, რომ დავამთავრე და მივედი სამუშაოდ, იყვნენ საერთოდ აი წყინვალი ადამიანები, ვანიკო ჩხაიძეც იქ იყო მაშინ ახალგაზრდა ასისტენტი იყო, მე არ ვიყავი კათედრის წევრი, უბრალოდ მივედი ექიმად სამუშაოდ და ჩემი პირდაპირ ვაცხადებ და მithქვია ბევრჯერ ოცნება იყო, რომ ამ კათედრის წევრი გამხდარიყავ. ეს იყო ისეთი ადამიანების ნაკრები, რომლებმაც ჩემზე წარუშლელი კვალი მოახდინეს პიროვნული თვისებების გამო და როგორც ექიმები, რომ ნოდარის შემოვლები ეხლაც მახსოვს მე და ჩვენ ეხლაც ვიხსენებთ, როგორი შემოვლები ქონდა ნოდარს, პაციენტის განხილვები და რა დამოკიდებულება ქონდა
ახალგაზრდა ექიმებთან ეთერის სიჭინავა გამომჩა საოცარი ქალი, რომელმაც ასევე როგორც სწავლის კუთხით, ასევე პიროვნულად ექიმურად ჩემზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა. ბევრი სხვა ადამიანები შემხვდა კიდე ცხოვრებაში, რომლებიც სრულიად წარუშლელი შთაბეჭდილებით დავრჩი მათგან და ასევე ბევრი რამე ვისწავლე. მაგალითად შემიძლია თქვა ლადო ბახუტაშვილი, რომელთანაც ვიყავი ასპირანტურაში, უნიკალური კაცი იყო აბსოლუტურად, სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელი იყო, აკადემიკოსი, ჩემი ხელმძღვანელი იყო დისერტაციის ქეთინებსაძესთან ერთად. ლადო იყო ადამიანი, რომელსაც აი ტოქსიურობის რა თემა იყო შენი დისერტაციის? ჩემი თემა იყო მაშინ ძალიან ახალი იმ პერიოდში, ეს იყო გარკვეული იმუნური მარკერები ერთ-ერთი რესპირაციულ ვირუსული ინფექციის შემთხვევაში ბავშვებში. მე ცოტა შევცვალე რაღაცები დაუმატე და ლადო იყო პირველი ადამიანი, ვინცაც კლინიკური იმუნოლოგიის საფუძვლები საქართველოში პრინციპში ლადომ შექმნა ინსტიტუტი ბიოტექნოლოგიის ეხაც არსებობს და მთელი ეს პლეიადა იმუნოლოგების ლადოს ხელში არის გაზრდილი, ასე ვთქვათ. და ლადო იყო ადამიანი, რომელიც აი არ იყო კარგად, ავად იყო, ცუდად იყო და მახსოვს მე ვიყავი ერთ-ერთი მისი ბოლო დოქტორანტი და მახსოვს დაამიბარა და მითხრა, რომ ისე ნუწავალ ამ ქვეყნიდან, რომ შენ დისერტაცია არ დაამთავრა, მაგრამ სამწუხაროდ მაინც ისე მოხდა, რომ ისი გარდაცვალების მერე დავიცავე, მაგრამ ეს ხალხი გასწავლიდა. შენ მოესწრებოდ დისერტაციას, რომ მოსკოვში წასვლა აღარ იქნება. არა, მოსკოვში წასვლა აღარ იყო, თუმცა ლადომ გამიშვა ერთხელ მოსკოვში, ეს იყო 90-იანების დასაწყისში, 94-15 წელი, იმისთვის რომ ბიბლიოთეკაში მემუშავა. მაშინ აქ არ იყო წდომა ამდენ ლიტერატურაზე, იქ გაცილებით დიდი წდომა იყო და მახსოვს რეკომენდაციებით, დავალებებით და მთელი ამბით გამიშვა რამდენიმე თვე დაახლოებით იქ მუშაობდი ბიბლიოთეკაში, რომ მომეგროვებინა მასალა. რომ მარტო იმ ბიბლიოთეკაში იყო იმ პერიოდში, საბჭოთა კავშირი უკვე აღარ არსებობდა, მაგრამ ინტერნეტი. წარმოუდგენელი რაღაცა იყო 14-15 წელი იყო. ხო, ინტერნეტის გამო რომ მომეძიებინა მასალა ერთი თვე იქ ვიმუშავე, ჩამოვიტანე ეს მასალა და მე უკვე რაღაცა მოძველდა, რაღაცა გამომადგა, მაგრამ კარგი სკოლა გავიარე, ასე თქვა ლადოსთან ერთად ამ ყველაფრის. და ძალიან ნათელი ადამიანი იყო, არატოქსიური და ყველანაირ პრობლემის გადაწყვეტაში გეხმარებოდა. და ამ ხალხმა ყველამ ჩემზე ნამდვილად ძალიან დიდი ზეგავლენა გამოახდინა და მადლობელი ვარ, ასე თქვა ბედის რომ შევხვდი ამ ადამიანებს და რაღაცა ცოტა მაინც ვისწავლე მაგათგან, ცოტა მაინც. კარგი, ხარ კიდე ესეთი თავმდაბლობად. ეკა, თუ გახსოვს შენი პირველი პაციენტი რა ნოზოლოგიით გაატარე, რა ნოზოლოგიით მართე დამოუკიდებლად, სადაც ბატონი ნოდარი არ იყო ჩართული მაგალითად, აი პირველი პაციენტი რა ნოზოლოგიით მართე? ანუ რომ მივედი თემქაზე, ქეთი მაშინ არ იყო კლინიკური დირექტორი, განყოფილების ხელმძღვანელობდა ერთ-ერთს, რომელშიც მეც მუშაობდი და პრინციპში ყველაფერს ვაკეთებდი ქეთის ქვეშ, ასე ვთქვათ, ქეთი იყო, მენტორი, რასაც ქვია. ზოგადად პირველად პაციენტთან შეხება მქონდა იაშვილში, სადაც გავიარე, ეხლა რეზიდენტურა ქვია მაშინ, გავიარე მე, ორდინატურა ერქვა მაშინ. ერთი წელი ვიყავი იქ და აი ქეთისთან უკვე პირველად ვიყავი დამოუკიდებლად და ქეთი ითხოვდა ყველა პაციენტის მერე გარკვეულ რაპორტს, ყოველდღიურ რაპორტს ითხოვდა ამ პაციენტის შესახებ, და მოგეხსენებინა და მახსოვს ახლა შევა პირველი არ იყო და მე რაღაცა იყო, მაგრამ მახსოვს რაღაცა დავალაგე ეს ყველაფერი, кейსი გავაკეთე, кейსი ახლა ვეძახით, თორე მაშინ სხვა რაღაცას ვეძახთი და შევედი და ვეუბნები, რომ ამ პაციენტს მუცლის ტიფი აქვს, თქო და კიდევ ჩამოვარდა სკამიდან და რატო დაასკვენიო და მეთქი ამიტომ მეთქი და კაიო რა, ხა რაღა იშვიათზე და სასწაულზე იფიქრეო, უფრო ხშირზე და გავრცელებულზე გეფიქრეო, ეს სტუდენტური დაავადება შეგიყარა, რომ იშვიათს ეძებ, არ ნახულს, რა დროს მუცლის ტიფიაო. მახსოვს ქეთის ყველა ის თქვა, აი დავალება და ყველა სიტყვა იყო რაღაცნაირად არ ქონდა, არა, რასაკვირველი არ იყო მუცლის ტიფი, უბრალოდ მე გადავწყვიტე როგორც ახალგაზრდამ, ახალ დამთავრებულმა და ახალ მისულმა რაღაცა სასწაული აღმომეჩინა. ეხლა თუ ვეუბნები სტუდენტებს, რომ იფიქრეთ იმაზე, რაც უფრო ხშირია, ანუ ფიქრობთ იმაზე, რაც ნაკლები შანსია, რომ შევქო. თუმცა იმაზეც უნდა ვიფიქროთ. ჯერ ლოგიკით იფიქრეთ იმაზე, რაც უფრო ხშირია. კარგი, იცი რა მინდა გითხო, პედიატრებს გიწევდათ, პალპაცია ხომ, ბავშვის გასინჯვა, გრძელი ფრჩხილები ალბათ არასდროს არ გექნებოდა ცხოვრების განმავლობაში, ეს შენი პროფესიიდან გამომდინარე იყო, რომ ბავშვი პალპაციისას არ დაგეზიანებინა, თუ უბრალოდ არ გიყვარდა. ზოგადად, აი ძველ პედიატრებსაც კი, აი ხო არავის არ აქვს ქალებს გრძელი ფრჩხილები, იმიტომ რომ ესეც ძალიან კულტურის ნაწილია. იცი რა არის, ეს არის, ამას ქვია
სამედიცინო პროფესიონალიზმი, ანუ შენ რა თვისებები გაქვს და ეხლა ჩვენ ამას ვასწავლეთ სტუდენტებს, მაგრამ მაშინ ესე ცალკე გამოყოფილად ეს არ იყო, ანუ რა გაცვია, როგორ გამოიყურები, მაგრამ ნოდარი და ქეთი ყოველთვის ფრჩხილებზე აქცენტი ჰქონდათ. ქეთის ყოველთვის ჰქონდა აქცენტი ფრჩხილებზე, თვითონ ყოველთვის მოკლედ ჰქონდა ფრჩხილები და ფრჩხილებზე არც გვიფიქრია ეგეთი რაღაცა თავში აზრითაც არ მომსვლი, რომ ფრჩხილები მომეზარდა, იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო ეს, სასტიკად აკრძალული ჰქონდა ეგეთი ფიქრები, მაგრამ ასევე კიდევ აქ შედის მარტო ფრჩხილები არა. როგორ გაცვია, როგორ იქცევი, როგორ ელაპარაკები, ეს ყველაფერი რაღაცა მაშინ ესე ცალკე საგნად არის სწავლებოდა, ეხლა ჩვენ ვასწავლეთ ამას. მაგრამ მაშინ ამას სწავლობდით იმ ადამიანებისგან, ვინც უბრალოდ გამოცდილებით იცოდა რა უნდა გაგეკეთებინა და როგორ უნდა მოქცეულიყავი პაციენტი. მოდი ეს რადგანაც პოდკასტია და პირდაპირ საუბარია, მეც ძალიან მეგოიმება, მაგალითად ექიმთან რო შედიხარ და ეხლა რაღაც ტრენდი რო აქვს, ძელი ფრჩხილები რო აქვს, აი ძალიან არ მომწონს. კი არა, ის კი არა, ქეთი გვიგზალავდა მუქი ფერის ლაქის წასმაც კი მაგალითად არ იყო მიღებული, რომ ქონოდა მუქი ფერის ლაქი და უნდა ქონოდა ყოველთვის თუ გქონდა ღია ფერის, ღია ვარდისფერი, თეთრი ან რაღაც ესეთი, რომ ძალიან ისეთი თვალშისაცემი არ ყოფილიყო ეს შენი თითები და ხელები ზოგადად. ხო, იმიტომ რომ მე სამსახურში ბეჭედსაც ვიხსნი ხოლმე, როცა ბავშვს ინჯავ, რომ ბეჭედი არ მეკეთოს ხელზე ჯერტი რაღაცა სულთად უსაფრთხოების თვალსაზრისით და მე მიმაჩნია რომ რაღაცა არ არის თლად ეთიკური, რომ ბეჭდებით ხელზე სინჯო პაციენტი, ბევრჯერ ჯიპეშიც ჩამჩენია ხოლმე. მოდი ისევ კლინიკურ ნაწილზე გადმოვიდეთ და მე ისევ დაუბრუნდეთ აი ამ შენ კარიერულ გზას. მე თქვი პოდკასტის დასაწყისში, რომ იაშვილის ამბულატორიულ ცენტრს ყოველდღე დაახლოებით 100-ზე მეტი ასობით პაციენტი სტუმრობს. შენ ხარ ადამიანი საქართველოში, რომელიც მონაწილეობდა იმ გაიდლაინის და კურიკულუმების შექმნაში, რომელიც ბავშვთა განვითარების თავისებურებებს და როგორ უნდა განვითარდეს ბავშვი და ბავშვთა განვითარების თავისებურებებს სწავლობდა, ხო? და ამ გზამკვლევით მე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კურსიც შეიქმნა თუ არ ვწდები და სახელმწიფოს არის? სახელმწიფო არ არის, თუმცა ვმუშაობ ამ სახელმწიფოზე, ცალკე სახელმწიფო გვინდა რომ ეს სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ ეს ერთი რომ ძალიან ბევრ ექიმს დაეხმარება პირველადი ჯანდაცვის სფეროში და ასევე ძალიან ბევრ მშობელსაც დაეხმარება, რომ პირველი ალბათ ბავშვის განვითარების შეფასება უნდა მოახდინოს მშობელმა. ხშირად უშვებენ შოცდომებს მშობლები, როდესაც აი ვერ ვითარდება მაგალითად ისე გვიან იწყებს ლაპარაკს, სიმაღლეს ვერ კრიბავს ისე როგორც უნდა კრიბავდეს და არის ხოლმე მაგალითად საზოგადოებაში ესეთი მითქმა, იმისმა მეჩემმა მეზობელმაც ბიძაშვილმაც გვიან დაიწყო საუბარი, ისიც ასეთი ტანმორჩილი იყო და მერე აიყარა ტანი და რაღაცა ეს მცდარი მაგალითების გათვალისწინებით ბევრ შეცდომას უშვებენ მშობლები. ეს არის ძალიან დიდი საკითხია ადრეული ასაკის განვითარება. რეალურად სოფლიოსთვისაც ახალი, შედარებით ახალი თემა არის, რაღაც 70-იანი წლებიდან ჩამოყალიბდა ეს დარგი მედიცინის განვითარების და ქცევის პედიატრია, რომელიც საქართველოში ჯერ ცალკე სპეციალობად არ არსებობს, პრინციპში პედიატრიის ქვესპეციალობა არის. მაგრამ ჩვენ დაახლოებით 2000-იანი წლების აი და ასე პირველ ათეულში იყო რამდენიმე პროექტი, რომელშიც მონაწილეობდით მე და ჩემი კოლეგები, მე მარტო არ ყოფილვარ ასაკვირველია და არსი იყო ის, რომ შეგვექმნა ადრეული განვითარების მთელი სისტემა საქართველოში, იყო რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა, იყო სამედიცინო ჯგუფი, განათლების ჯგუფი და კიდევ რაღაც გარკვეული ჯგუფები, მე ორ ჯგუფთან თანამშრომლობდი და არსი იყო ის, რომ უნდა შექმნილიყო ადრეული განვითარების სტანდარტები და ასევე შექმნილიყო ადრეული განვითარების პროტოკოლები და მასზე დაფუძნებით უწყოდი სამედიცინო განათლების გარკვეული სისტემა, რომელშიც იქნებოდა ადრეული განვითარების საკითხებზე ლაპარაკი. მე თვითონ ამ საგანს ცალკე არ მასწავლიდნენ, ანუ ჩვენ დროს ეს ცალკე არ ისწავლებოდა. იყო რაღაც საკითხები გაბნეული ნევროლოგიაში, ცოტა ფსიქიატრიაში, მაგრამ პედიატრიის ნაწილად ეს ცალკე არ იყო, ცალკე დისციპლინა, მოდი ესე ვთქვა, ეს არ იყო, თუმცა სახელმძღვანელოებში, მაშინდელი პედიატრიის სახელმძღვანელოებში ეს შედიოდა და ზოგან გაბნეული იყო სახელმძღვანელოების თავებში, ზოგჯერ ცალკე ეწერა პროპედევტიკის სახელმძღვანელოში იყო ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა ის რომ ის გამختارიყო პირველადი ჯანდაცვის პედიატრის და ოჯახის ექიმის ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილი, ესე არ იყო. ეს არის ძალიან რთული სისტემა დასანერგათაც, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რომ განვითარების შეფერხებები არის თანამედროვე სამყაროს და არა მხოლოდ დღეს, არამედ ეს იყო რამდენიმე ათეული წელია უკვე ესე, 2-3 ათეული წელია ამას მიაქციეს ყურადღება, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
სოციალური კომპონენტი, ის კი არ არსებობს მთელი თეორია, როგორ ვითარდება ადამიანი, როგორ ვითარდება ბავშვი, რას უნდა შეეწყოს ხელი, რას უნდა მიაქციო ყურადღება და სისტემა მის გარშემო, რომელიც ეწყობა, ეს არ არის მარტო ჯანდაცვის სისტემა, ეს განათლების სისტემა, უსაფრთხოების საკითხები. არსებობს ეგეთი თეორია, ბრონფებრენერის თეორია ქვია, რომელიც ამბობს, როგორ ვითარდება ადამიანი და რა არის მნიშვნელოვანი აი ამ სამყაროში მის გარშემო და შემდგომ უკვე სისტემა, რომელიც ეწყობა სახელმწიფოში, ეწყობა სწორედ აი ამ სხვადასხვა სფეროების მიხედვით, რომელიც არის. ნუ ძირითადად ეს არის რასაკვირველია ოჯახი, მერე არის სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მეთვალყურეობს ჯანმრთელობაზე, საგანმანათლებლო დაწესებულება და მერე უკვე შენ გადადიხარ ეტაპობრივად, ეს არის ზუსტად ბრონფებრენერის თეორია, მეუბნებით ეკოლოგიურ თეორიას უწოდებენ, თუმცა ეკოლოგიასთან ნაკლები კავშირი აქვს, გარემოზე მოქმედება ადამიანზე როგორი არის, იმიტომ რომ 70-იან წლებამდე ხო ეგონათ რომ გენეტიკა განსაზღვრავს როგორ ვითარდებით. და მერე უკვე თქვეს რომ არა მარტო გენეტიკა არ განსაზღვრავს ადამიანის განვითარებას, გენოტიპიც არის და ფენოტიპიც ხო? არსებობს გარემო, რომელიც მოქმედებს ადამიანზე და უკვე დღეს ეპიგენეტიკაზე ლაპარაკობენ, როგორც გარემოს და გენეტიკის კომბინირებულ მოქმედებაზე ადამიანის განვითარებაზე. ეს არის განუყოფელი ნაწილი პედიატრის საქმიანობის, ეს უნდა იყოს განუყოფელი ნაწილი, ამაზე ძალიან ბევრი რესურსი და ენერგია დახარჯული როგორც ამის დაწერაზე, ისე ამის დანერგვაზე და მთავარი არსი მთელი ამ სისტემის არის ის, რომ შენ შეძლო ადრეული იდენტიფიცირება პრობლემის და რატო უნდა შეძლო ადრეული იდენტიფიცირება? იმიტომ რომ ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი პრობლემა მართვადია და ძალიან კარგი შედეგები შეიძლება მივიღოთ. გამოიყენო ნეიროპლასტიურობა, რომელიც ასევე შედარებით ახალი დეფინიცია არის, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პირველ 5 წელიწადში სინაფსების ჩამოყალიბება და სხვა ცენტრები აიღებენ იმაზე თავ. უფრო აქტიური და შემდეგ ეცადო, რომ მაქსიმალურად გამოიყენო ეს შესაძლებლობები. ამისთვის მშობელმა უნდა იცოდეს, რას ნიშნავს განვითარება და მოდი აუხსნათ მშობლებს, აი განვითარების აი ყველაზე უხეში ჩამორჩენები რა გვაქვს ხოლმე განვითარების და რას დროს უნდა ვთქვათ ავანთოთ განგაშის ნიშანი სოს. ანუ განვითარება არის სფეროების მიხედვით შეფასებული, ეს არის მოძრაობები, ეს არის მეტყველება, სოციალური, ემოციური უნარები, კოგნიტური სფერო, რომელიც ფასდება მეტყველებით. ამიტომ ყველა ამ სფეროში არის გარკვეული საშიშროების ნიშნები, რომლებიც უნდა იცოდეს მშობელმაც, მაგრამ სანამ საშიშროების ნიშნებამდე მიხვალ, უნდა იცოდეს ექიმმა, რომ უფრო ადრე ამოიცნო, ვიდრე ეს ნიშანი დაუშვათ გამოჩნდება. აი მთელი სისტემა ამას უნდა ემსახურებოდეს წესით. ყველაზე გავრცელებული შეფერხებები რაც არის, ეს არის მეტყველების შეფერხება, რაც შენც ახსენეთ დასაწყისში, რომ თქვი რომ აი მეზობელმა გვიან დაიწყო და მე რა მოხდა ესეთ დაიწყებს მე ეს ძალიან ცნობილი, ვთქვათ, მითი არის ესეთი და ასევე ძალიან ხშირი არის მოტორიკის პრობლემები, ანუ მოძრაობის პრობლემები, როგორც უხეში ისე ნატიფ მოტორიკაში. რასაკვირველია, არ უნდა დაგვავიწყდეს სოციალური და ემოციური სფეროს შეფერხებებით, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანია, თუმცა ზოგადად განვითარების და ქცევის პედიატრია ამბობს, რომ არ არის ძალიან მნიშვნელოვანი შენ დღეს მიხვიდე დიაგნოზამდე და ზუსტად თქვა, ან ICD-თან, DSM-ით რომელ დაავადებასთან გაქვს საქმე, თავარია შენ ამოიცნო და ჩაერიო დროზე და არ დაკარგო დრო იმაზე, რომ აი დაიწყო ფიქრი, რატო არ ლაპარაკობს, ან რატო არ მოძრაობს ისე როგორც საჭიროა. ჩაერიე, ფიზიკური თერაპია იქნება, მეტყველების თერაპია იქნება, ქცევითი თერაპია იქნება, რომ გამოიყენო ეს შესაძლებლობების ფანჯარა, რაც აქვს ტვინს და ტვინი არის ძალიან პლასტიური ბავშვობის პერიოდში, უფრო მეც ითვისებს, ვიდრე ითვისებ მე. აი, ზოგჯერ სტუდენტებსაც რთულ ველაპარაკები, ვეუბნები, რაც უნდა გაგიკვირდეთ, აი დღეს თქვენ ხო სწავლობთ ძალიან რთულ რაღაცებს, მაგრამ თქვენი ტვინი ნაკლებად პლასტიურია, ვიდრე მაშინ, როცა იყავით 4 წლის მაგალითად, იმიტომ თქვენ სრულიად სუფთა ტვინში ძალიან ცოტა სინაფსები გქონდათ, აი პირველი 4 წლის განმავლობაში შექმნით უზარმაზარი ქსელი და ეს ქსელი შეიქმნა თქვენი სტიმულაციის საფუძველზე და სტიმულაცია არის მშობელთან ურთიერთობა და გარემოსთან ურთიერთობა, აქ უკვე ბრონფებრენერის თეორიაც შემოდის და მეორე ეს არის თქვენი პოტენციალი, რაც გაგაჩნიათ გენეტიკური პოტენციალი, რომელიც გაძლევთ საშუალებას განვითარდეთ იმგვარად, როგორც თქვენ ვითარდებით, ოღონდ გარემოს როლი უფრო დიდია ვიდრე გენეტიკის, კიდევ უფრო დიდი ვიდრე გენეტიკის. ეკა, როდესაც ბავშვის განვითარებაზე ვსაუბრობთ, მე მინდა აღუზე გკითხო. აღუ არის თუ არა პირველი აღუ რა ასაკში უნდა თქვა ბავშვმა ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ინდიკატორი. ეს არის ნიშანსვეტი განვითარების, რომელიც შეგიძლია როგორც მეტყველების ნიშანსვეტად აღიქვა, ასევე სოციალიზაციის ნიშანსვეტად, იმიტომ რომ აღუს ის ამბობს საპასუხოდ
იმაზე შენ რას ესაუბრები, მასალო შენი მეტყველების საპასუხოდ ამბობს და ამიტომ სოციალური სფეროს ნიშანსვეტიც არის, ასევე მეტყველების პირველი ნიშანსვეტი არის. Რადგან ორი თვისთვის ზოგან უფრო ადრე, ანუ ნიშანსვეტებს თავისი საზღვრები აქვს. ზოგი უფრო ადრე იწყებს, ზოგი უფრო გვიან იწყებს, მაგრამ არსებობს წითელი ხაზი, იმის იქით თუ უკვე არ აკეთებს პრობლემა არის. ანუ ორ თვემდე, ორ თვის ასაკში თუ არ ანუ ორი თვე მედიანი. თქვა ბავშვმა აღუ უკვე პრობლემაა. ვერ გეტყვი რა უკვე პრობლემა არის, აქ უკვე ექიმმა უნდა შეაფასოს მისი ისტორია მანამდე, თუმცა კარგი არ არის, მას რაღაც პასუხი შენს კომუნიკაციაზე მასთან უნდა ჰქონდეს. ძალიან საინტერესოა ზოგადად აღუს წარმომავლობა, იმიტომ რომ სხვადასხვა ენაში და სხვადასხვა კულტურაში აღუ არის სხვადასხვა რაღაც. ინგლისურად როგორ არის აღუ? იცი რა არის გუგუგუს ეუნებიან და გუგუგუს პასუხი. ანუ ყველა ენაში და ფრანგებს თავისი აქვს თუ რუსებთან. ისე აღუ ლამაზი ქართული სიტყვა. ხო, რაღაცა ეგ ქართული აგუ რუსებსაც იგივე აქვს სხვათა შორის. ჩვენც რაღაცა ეგ დაახლოებით ეგეთი გვაქვს, ინგლისურში არის გუგუ არის, ფრანგულში დანარჩენში აღარ ვიცი, მაგრამ ყველა ენას აქვს თავისი შესაძლებელი რაღაცა, თავისი აღუ აქვს პირველი, რითაც შენ ელაპარაკები და ის პასუხობს რეალურად. შენ რაც ეს კლინიკურ პრაქტიკაში ბავშვების უმეტესობა პირველ სიტყვას დედას ამბობს თუ მამას? ეს ძალიან საინტერესო კითხვა. ეხლა გეტყვი რატო, იმიტომ პირველ მარცვლებს ამბობენ 6 თვის რო არიან დადა, მამა, ბაბა, რომელიღაც ეს და ყველა მშობელი არის ხოლმე აღფრთოვანებული ბაბუ თქვა პირველად. ამას უბრალოდ თქვა მარცვლები ბაბა დაუშვათ, მამა, ან დადა. ასე უბრალოდ კი ბაბუ თქვა. კი ბაბუ თქვა, როგორ არა. აი მიზანმიმართული პირველი სიტყვა არის სადღაც უკვე 9 თვიდან, როდესაც აი უშუალოდ შენ მოგმართავს და აგიქვამს როგორც დაუშვათ ადამიანს, რომელიც ხარ მისი პირველადი მომვლელი, ანუ რასაც ქვია მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება, attachment and bonding-ს ეძახიან, ანუ მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებელი პირველი ადამიანი, სავარაუდოდ ის იქნება პირველი სიტყვა. შეიძლება იყოს დედა, შეიძლება იყოს მამა, შეიძლება იყოს ბებია, ბაბუ, მაგრამ მიზანმიმართული სიტყვა 6 თვეზე არ არის. ეს მარცვლები მშობლებით სასტიკად გახარებულები არიან, რომ აი დედა თქვა პირველი, მამა თქვა, ბაბუ თქვა, მაგრამ რეალურად ეს არის უბრალოდ მარცვლები. კარგი, კიდევ ერთი შეკითხვა მინდა დაგისვა. ძალიან უხარია ხოლმე ბევრ მშობელს, რაც უფრო ადრე იწყებს ბავშვი ფეხზე სიარულს. კარგია ეს თუ ცუდია? იცი რა არის? აქ ესეც ნიშანსვეტი არის, ამას ქვია უხეში მოტორული სფეროს ნიშანსვეტი. ანუ ბავშვი დგება ფეხზე საყრდენით, სადღაც შეიძლება 9 თვიდან დაიწყოს, 10 თვიდან, თუმცა ვერ დადის, ყანყალებს და ეცემა. აი 12 თვეზე არის უკვე ეს ნიშანსვეტი, დგას დამოუკიდებლად რამდენიმე წამი და შეიძლება დახმარებით გაადგას ნაბიჯები. აქაც ძალიან ფართო ვარიაციები არის, თუმცა ძალიან ადრე ამის გაკეთება, ის როგორც ძალიან გვიან, ანუ აი ამ ფარგლებს ან ადრე ან გვიან, ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს ექიმისთვის თქვა დაფიქრების და განსჯის საგანი, იმიტომ შენ შეიძლება აღმოაჩინო ძალიან ბევრი ნერვკუნთოვანი დაავადება ადრე ჩამოყალიბებული, იმაზე უფრო ადრე ჩამოყალიბებული ნიშანსვეტით ვიდრე უნდა იყოს და ასევე იმაზე უფრო გვიან. ანუ შენ რაღაც ფარგლებში ადრე ფეხზე გავლა ბავშვისთვის კარგი იყოს კარგი და ეს მინდოდა რომ გეტყვა. კი, ნამდვილად შეიძლება არ იყოს, ყოველ შემთხვევაში ის ფარგლები რაც არსებობს ნიშანსვეტისთვის, ან იმის ქვედაზღვრიდან უნდა იყო, ან იმის ზედაზღვარზე, შვაში, ნუ არსებობს მედიანა კიდე, ანუ საშუალო ასაკი როცა ყველა აკეთებს, უმეტესობა აკეთებს ამას. ანუ ადრე ფეხზე, როდესაც გააივლის ბავშვი, ესეც არ არის თლად ძალიან კარგი რამ. მიხვიდე იქ და ეს ნიშანსვეტები დღეს მშობლებმა იციან, იმიტომ რომ ამოუწურავი არის ეს ინფორმაცია, ძალიან ბევრია ნებისმიერ, რა ვიცი, ხელოვნური ინტელექტსაც შეუძლიათ კითხონ, Google-ში მოიძიონ, უბრალოდ წიგნი გადაშალონ, ნახონ, ამაზე სახელმძღვანელოები არის, დედის მშობლის წიგნები ქვია, ქართულადაც არის, ეხლა ბევრისთვის არ არის ხელმისაწვდომი, მაინც იცი რა არის, მე მოდი პირდაპირ გეტყვი, რომ ნებისმიერი შეფერხებას, რასაც ვთქვათ, მშობლები ჩივიან ხოლმე, ყველა პაციენტს ფაქტობრივად ძალიან ბევრს გიგზავნის და ყველას ძალიან კმაყოფილია ამ მიმართულებით თქვენი კონსულტაციით ეკა. და მე ძალიან ბევრ ისეთ მშობელსაც ვიცნობ, ძალიან განვითარებული საქმეში ჩახედული, მაგრამ საკუთარ შვილზე რაღაცა რო ისი არ არის, ვერ იჯერებ, იცი, ყოველთვის თავდაცვაში ვარდები, ყოველთვის გონია, რომ აი რთულია, არ არის მარტივი, რომ რაღაცნაირად ალბათ უფრო გვიან გინდა რომ ეს ინფორმაცია გაიგო. აი ვერ შემართება ეგეთი რაღაცა. ეს არის აი ამ თელ ამ სისტემაში ძალიან კარგად მეცნიერულად შესწავლილი. ანუ მშობლის პერცეფცია როგორი არის შვილის განვითარებაზე, შეგიძლია თუ რა შენ დაეყნო მშობელს როგორც ინფორმაციის პირველად წყაროს და მინდა გითხრა უნდა დაეყნო.
ანუ ყველა შემთხვევაში ყველა აი ეს სტრატეგიები როგორ ავლენ პრობლემას მოიცავს მშობლის გამოკითხვის მეთოდოლოგიას. ამას ქვია მშობლის ჩივილის გამოვლენა. შეიძლება შენთან მოვიდეს ყოველგვარი ჩივილის გარეშე, ალბათ მოვედი რომ აწონე გაზომე, ნახე ხა როგორ ვითარდება, რა ისჭამს, როგორ ჭამს. მაგრამ ამ დროს შენ სვამ კითხვებს, აი მოგწონს მისი განვითარება, აი როგორ დგას, როგორ ზის, როგორ უჭირავს თავი, როგორ გიყურებს, როგორ გიღიმის, რას ამბობს, აი მიპასუხე ეს ყველაფერი მომიყევი როგორ არის. ყველა დედას ამაზე არსებობს მეცნიერული მტკიცებულებები. რაც არ უნდა არ კონდეს მაღალი და უშუალოდ განათლების რაღაცა გარკვეული მაჩვენებლები, ან კონდეს ძალიან მაღალი, ყველა დედას აქვს უნარი შეადაროს თავის შვილი სხვა ბავშვს და გითხრა საბოლოო ჯამში, როცა შენ ეკითხები, რომ აი მოგწონს როგორ ვითარდება, აუცილებლად ჩაეკითხო ამის შესახებ და გიპასუხო, რომ ხო აი რაღაცა არ მომწონს და შენ მერე მიყვები ამ ხაზს იმას რა არ მოწონს. ანუ მშობლის ჩივილი, როგორცაც შენ შთაბეჭდილება შენი პირადი არ გქონდა მშობელზე, არის ამოსავალი შენთვის იმისთვის, რომ განსაზღვრო რა მიმართულებით წახვიდე და ხშირად არ ყოფილა შენ კლინიკურ პრაქტიკაში შემთხვევა, რომ მშობელს დაუმალავს. ზოგჯერ თქვათ არ ეუბნება ადამიანებს, არ მიდის ექიმთან. აი მაგაზე არსებობს კიდევ ანუ არის კითხვების დასმის ხელოვნება, რაღაცა ღია კითხვები, რომელსაც შენ სვამ, რომელთაც იღებ ინფორმაციას. არსებობს ანამნეზი და არსებობს მაღალი რისკის ბავშვები, სადაც შენ მეტ პრობლემას მოელი, შენ მშობელი იმ წუთში არ აღიარებს, ან არ უნდა რომ აღიაროს, მაგრამ აი ეს მოსალოდნელი გამოსავალი შენთვის უფრო ნაცნობია და შენ მიყვები ამ გზას გამოკითხვით და კითხვებით და სხვა ჩვენ ამას აი თქვენ კონსულტირებას პაციენტის ასევე არ გვასწავლიდნენ 80-იან წლებში როცა ვსწავლობდით, ეხლა ჩვენ ვასწავლით, ანუ როგორ გამოკითხო მშობელს, როგორ დაუსვა კითხვები, როგორ მიიღო ინფორმაცია, როგორ შეატყობინო ამბავი და უშტე ესეც არის ნაწილი. ცუდი ამბავიც კარგი ამბავიც და ასე შემდეგ ესეც კომუნიკაციისა და ბიოეთიკის ნაწილი. კეთილი. ასევე, როდესაც ბავშვთა განვითარებაზე ვსაუბრობთ, არ მინდა რომ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხოთ. დღესდღეობით სიმსუქნე და ჭარბწონიანობა ბავშვებში არის ძალიან დიდი პრობლემა საქართველოში. აი, ფაქტობრივად რომ მკითხოთ ენდოკრინოლოგებს, პედიატრ ენდოკრინოლოგებს, მათი პაციენტების უდიდესი წილი მოდის ჭარბწონიან ბავშვებზე. ჩვენ ქართული კულტურისგან გამომდინარე ყოველთვის გვიყვარს, როდესაც მცირე ასაკის ბავშვის ჩვილობის პერიოდია თუ რაღაც 1 წლამდე, 2 წლამდე ისეთია კარგად ისეთი უტყუნა ესე ვთქვათ, ხო? უფრო მეტად სენსიტიურები ვართ ჭამასთან მიმართებით მშობლები, ხომ? იქ ბებია ჩართული, ბაბუა, აბა პირი გააგა ჩუქუ მატარებელი მოდის და ასე შემდეგ. ანუ ეს ჭამის კულტურა, ბავშვის ჭამის კულტურა ყველა ადამიანისთვის არის პრობლემა. შეიძლება ძალიან მძიმე დაავადებას არ მიაქციოს მშობელმა ყურადღება და არ ჭამს, ან ცუდად ჭამს და ასე შემდეგ ეს არის. სუქანი ესე ვთქვათ, ჭარბწონიანობა რამდენად არის საშიშროება იმისა, რომ ამ ბავშვს სამომავლოდ, აი როგორც გვიყვარს ეს პუტკუნა ბავშვები, სამომავლოდ დიდი პრობლემები შეიძლება შეექმნას. იცი, აი ეს ფიზიკური განვითარების შეფასება, ესეც რაღაც პედიატრის მთავარი ფუნქცია არის, წონა, მაგრამ მარტო წონა არ არის, სიმაღლე აუცილებლად, მათი თანაფარდობა, სხეულის მასის ინდექსი, გარკვეული ასაკის მერე. რეალურად აქაც ისევე როგორც განვითარების ნიშანსვეტებში არის რაღაცა გარკვეული ეს ზუსტად კვლევებზე დაფუძნებული მათემატიკურად დადასტურებული ფარგლები და არსებობს მედიანა. ამაზე ნაკლები, ამაზე მეტი. შვაში რაც არის ყველაფერი კარგია, იქით რაც არის პრობლემა, აქითაც რაც არის პრობლემა. ანუ შენ დღეს სხვათა შორის არ არის მხოლოდ და მხოლოდ სიმსუქნე, მალნუტრიციაც არის, ოღონდ ეს მალნუტრიცია შეიძლება არ იყოს კვებასთან დაკავშირებული. ზოგადად ბავშვის ფიზიკური განვითარება არის მისი ჯანმრთელობის სარკე. აი შენ ხედავ რა პრობლემები შეიძლება გქონდეს, ან რა შეიძლება განვითარდეს შემდგომში. სიმსუქნე ნამდვილად არის ამ საუკუნის და იმ ბოლოს რაც იყო მე-20 საუკუნის ბოლოს პრობლემა. სიმსუქნე 98% ეს არის ქცევასთან, ჩვევებთან, არასწორეკვებასთან და ნაკლებ ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული, არის მცირე პროცენტი, რომელიც შეიძლება იყოს სუფთად ენდოკრინული ან სუფთად გენეტიკური მიზეზები, მაგრამ რეალურად შენ როგორც პედიატრმა უნდა მოახერხო და გაცხრილო ეს ყველაფერი იმის საფუძველზე, რა კლინიკურ სურათს. ბევრი პაციენტი ყავს ესეთი. სიმსუქნე
ბევრია კი ნამდვილად, ანუ overweight, ანუ ჭარბიწონა უფრო მეტი არის, მინდა გითხრათ კლასიკური სიმსუქნე. ჭარბიწონის ბავშვებს მასმერე რაც ჩვენ რეალურად ჩავეკითხებით, კარგ ანამნეზს ავკრიფავთ, კვებით ანამნეზს შევკრიბავთ, ფიზიკური ქცევის და უშთ აქტივობის შესახებ ინფორმაცია, როგორც წესი, მაინც ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ გადადის და ამ შემთხვევაში ორივე ვაკეთებთ ხოლმე ამ მეთვალყურეობას. ასევე ძალიან საინტერესო არის ნორმაზე ნაკლები წონის მქონე ბავშვები, რომ ძალიან ბევრ საინტერესო დიაგნოზზე შეიძლება გახვიდე აქედან. სიმაღლეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ წონის და სიმაღლის ფარდობას ერთმანეთთან და რასაკვირველია ჭარბი წონა და სიმსუქნე ბავშვებში, ეს არის ძალიან ბევრი ქრონიკული დაავადების საწინდარი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ოჯახში რა მიდგომა არსებობს კვების მიმართ, ანუ როგორ ხდება. გაჯეტებმა საშინელება დაგმართა, იმიტომ რომ ეს ბავშვები სულ ხედან, სულ ტელეფონებში არიან და ჩვენ ბავშვობაში მაგალითად ხა ძალიან ბევრი ბავშვი რო კითხო მაგალითად რა თამაშია წრეში ბურთი შეიძლება არ იცოდეს რა თამაშია ორდროშობა ნაშვი თქვა და რაღაცა ხო ხო აი ხო გოგოები ჩვენ ბავშვობაში რეზინოვანა ალბათ ნათამაშები გეკნებათ ხო ეს ხო და აი ხო პაროლობანა იყო კიდე ჩემ ბავშვობაში ხა ეს თამაშები აღარ იციან და არის გაჯეტში და TikTok-ზეა შესული და ან სხვა რაღაცას უყურებს და ამანაც აი ამ ადინამიურობამ ეს ყველაფერი ბევრად უფრო გაამძაფრა. ეგეთი ორგანიზაცია არსებობს ამერიკის პედიატრის აკადემია, ძალიან მიყვარს ხოლმე იქ. ჩახედვა და რაღაც ახალი კვლევები აქვს და ახალი ინფორმაცია და მათ აქვს ძალიან დიდი სარეკომენდაციო მასალა, რას აკეთებ, როგორ აკეთებ და ძალიან ლიმიტირებულია რეკომენდაციის მიხედვით, აი, რასაც ქვია ეკრანის დრო, ანუ რა საკში შეგიძლია მისცე წლომა ეკრანთან და რამდენი ხნით შეიძლება მისცე. ეს ხომ ყველაფერი ჩვევა არის რეალურად, ანუ ჩვევის ჩამოყალიბებაზე. ეს ყველაფერი ძალიან ადვილია ეს ალაპარაკოთ და ჯგუფის დასარიგებლად და მაგრამ პრაქტიკაში განახორციელო რთულია. პრაქტიკაში ეს ძალიან რთულია დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ ბევრი გარემო ფაქტორები არის, ისევ და ისევ აი გავითარების თეორიას რომ მივადგეთ, გარემო ფაქტორები, რომელიც მასზე მოქმედებს. იმგვარად თუ ეს ვითარდება აი ასე. კიდევ ერთი რამ მინდა გითხრა, რომ ყველა მშობელს უნდა რომ რაღაცა შვილი ყავდეს მაღალი, ხომ, რაღაცა თუ ბიჭია, რაღაცა სტანდარტია, ხომ, რაღაც სიმაღლე არის ერთ-ერთი განსაზღვრული ინდიკატორი. გოგოებშიც და ბიჭებშიც. რა ინფორმაციას გვაძლევს ხიუმაჯის სახსრის რენტგენი და შეგვიძლია თუ არა პროგნოსტულად განსაზღვროთ რამდენი სანტიმეტრი იქნება ადამიანი. პროგნოსტულად მაგის შეგიძლია განსაზღვრო, არსებობს ეგეთი ფორმულები, დედის სიმაღლე, მამის სიმაღლე და რეალურად ჩვენ შეგვიძლია რაღაც გარკვეული ანგარიშებები და ეს მოსალოდნელი სიმაღლე იცოდეს დაახლოებით რა იქნება. აქაც ასაკოლია გარემოც მოქმედებს ძალიან. რენტგენოლოგიაში ჩვენ ძლოვანი ასაკის დასადგენად ხშირად ვიყენებთ ხოლმე, ეს არის იმისთვის, რომ შენ იცოდე შეესაბამება თუ არა ძლოვანი ასაკი ქრონოლოგიურ ასაკს და რა ტიპის სიმაღლეში ჩამორჩენასთან გაქვს საქმე, კონსტიტუციურთან თუ ოჯახურთან და ასევე იმისთვის, რომ გაიგო, როდის იხურება ძვლის დის ზონები. მაგალითად, მე ახლა ძალიან ხშირად ვიყენებ ამ მეთოდს, იმიტომ რომ ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ ახლა აქონდროპლაზიის მქონე პაციენტები არიან და 25 ბავშვი, რომელიც მედიკამენტს იღებს და ძალიან რა შედეგი გამოიყო ამ ახალმა მედიკამენტმა? ძალიან კარგი მინდა გითხრა, ძალიან კარგი, როგორიც იყო მოსალოდნელი, ახლა ამ წუთში ანუ ღირდა ეს პროტესტები ალბათ იმათ, რომ ეს მედიკამენტი მათ მოიპოვეს. ძალიან საინტერესო მედიკამენტი არის, ნამდვილად აი ხა რეგულარულად ვახდენთ ამ ანთროპომეტრიას და ზოგადად ჯანმრთელობით, მაგრამ იცი არის ახალი მედიკამენტები, რომლებიც შემოდიან ბაზარზე და აი ესე შემოსული დიდი ბრძოლის საფუძველზე, მე მშობლებს ვეუბნები, რომ აი დიდი საქმე გაკეთეთ, არა მხოლოდ იმით, რომ დაუშვათ თქვენ შვილებს მიეცათ თავიანთი პოტენციალზე მეტი პოტენციალის მიღწევის საშუალება, იმიტომ ზოგიერთთან 7-8 სანტიმეტრი მივიღეთ და ზოგიერთთან უფრო. თუმცა ეს არ ცვლის რასაკვირველია დიაგნოზს არ ცვლის, მაგრამ ანუ დადებითი დინამიკა ძალიან მნიშვნელოვანია. იმან რომ შენ გაამახვილე ყურადღება აი ამ იშვიათ დაავადებაზე, აქონდროპლაზიაზე, რომელიც ესეთი ცნობიერების ამაღლებად, მე რომ შენ დაინახე რა გაკლია სისტემაში, ანუ ჯანდაცვის სისტემას რა პრობლემები აქვს იმისთვის, რომ ეგეთი ტიპის ბავშვებს დაეხმაროს და რა ჭირდებათ ამ ბავშვებს დამატებით. დაუშვათ ის, რომ მათ ძალიან ადრე ჭირდებათ მაგნიტურეზონანსული კოტომოგრაფია, რომ ნახო როგორი არის კეფის დიდი ხვრელი, ხომ არ არის სტენოზი ხერხემლის არხში. ჭირდებათ ძილის კვლევა აუცილებლად, რომ გამორიცხო ძილის აპნოე. უფრო ადრე აი
პირველი წლის განმავლობაში საჭიროა როგორც წესი არც ეს ჩატარებული არ ქონდა და გამოკლეული არ იყო. ფიზიკური თერაპია ძალიან სპეციფიური არის, მათთან ეს არ არის ჩვეულებრივი ფიზიკური თერაპია, გარშემო გაჭირვითი ვარჯიშები. ყოველდღიურ ცხოვრებაში რა შეუძლიათ გააკეთონ, რა არ შეუძლიათ იმისთვის, რომ რაიმე გართულება, ეხლა არ არის მარტო ტანდაბლობა, ეს მთელი ძვალსახსროვნის სისტემის და არა მარტო შინაგანი წყობა, განსაკუთრებით თავის ქალის სრულიად სპეციფიური წყობა, რომელიც სუნთქვაზეც მოქმედებს, ყოველდღიურ ცხოვრებაზე, საბოლოო ჯამში სწავლაზე შეიძლება იმოქმედოს, მათ ხშირი ოტიტები აქვს, შეიძლება სმენის პრობლემები შეექმნათ, ამიტომ დასწავლის პრობლემა, მთელი დიდი გორგალი არის პრობლემების, რაც ამ მედიკამენტის შემოსვლით შენ დაიწყე უფრო მეტად სტრუქტურირებულად აი ამ პრობლემების დანახვა და უფრო დამენეჯმენტებას და რაც სისტემის შექმნა ამ ბავშვების გარშემო, როგორც უნდა იყოს სისტემა, რაღაცა გარკვეული მაგალითი გქონდეს, როგორ შეიძლება მართოს ეს სიტუაცია. ეკა, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ პროგნოზულად შეიძლება განსაზღვროთ, თქვათ, იქ მშობლების სიმაღლე გამოიყენო ბებიის, პაპუის და რამდენი სიმაღლის იქნება დაახლოებით. ჩვენი შვილების შემთხვევაში ეს თუ გააკეთე. არ გამიკეთებია სხვათა შორის. ორივე ძალიან განსხვავებულები არიან. ერთი ძალიან მაღალია, მეორე არც ისე მაღალია. ერთი გამხდარია, მეორე ცოტა ჭარბი წოდით არის. ერთი ყოველთვის გამხდარი იყო და სულ განვიცდიდი ხოლმე, რომ რაღაცა მინდოდა რომ ცოტა მეტი ხო. დაიყავი კოვზით რო დასდევს. არ ვიყავი, მაგით ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ აი მეორე უფრო ისეთი კარგი მჭამელი გამოდგა და უფრო ისეთი რაღაცნაირი ცოტა ჭარბწონიანია. ამიტომ რომ ვიცი რომ რა რისკები შეიძლება ჰქონდეს, ნუ მიუყვები ამ რისკების შეფასებას რაღაცნაირად და ვცდილობ რომ ვაკონტროლებინო ზოგადად. თუმცა ორივე უკვე ძალიან დიდია იმისთვის რომ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები. ჩემ რეკომენდაციებს დიდად შეიძლება აღარ მისდევ. ესეთი იყავი, რა ქვია, შიშარა დედა იყავი, როგორც ბავშვების აღზრდაში, როგორც იცი რა არის, აი პირველ შვილზე ეს იყო 90-იანი წლები და კი ნამდვილად ვიყავი ძალიან დაძაბული და ცუდი პერიოდი იყო. მე პირველ და მეორე შვილს შორის 12 წელია განსხვავება და იქ ცოტა სხვა სიტუაცია იყო უკვე. კი მქონდა რასაკვირველია ვიყავი შფოთიანი, მაგრამ ვცდილობდი რომ არ მეჩვენებინა, იმიტომ რომ მივხვდი რომ საშანად აღიზიანებდათ ეს. აი ეხლა უფროსი შვილი მაგალითად მეონება ხოლმე რომ აი შენ რომე მაშინა იქ არ გამიშვი, იმიტომ რომ ნერვიულობდი და ამიტომ მე იქ არ წავედი, ამით იფრადი. ნუ საყვედური შეიძლება არ იყოს, მაგრამ რაღაც ვატყობ რომ ბევრ რაღაცაში შფოთიანობა შვილებს და ნერვიულობა ჭარბი უნდა შეინახო შენთვის ჯობია და მიენდო რაღაცნაირად რომ გავითარების საშუალება მიცე და მოუკიდებლად გავითარების საშუალება. კეთილი შვილები ვახსენეთ და აუცილებლად მინდა გკითხო რომ შენ ხარ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ადამიანის მეუღლე. ბატონ გიგის წერეთელზე მაქვს საუბარი. კარგით. ის იყო ჯანდაცვის სფეროში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, მინისტრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. შენ კარიერულ წინსვლაში ამას და შეფერხება ჰქონდა თუ ყოველთვის. ძალიან მიშლიდა ხელს და პირდაპირ მაქვს მისთვის ნათქვამი, რომ ხელს მიშლი მეთქი, იმიტომ რომ რაღაცას ყოველთვის ხო იცი, რაღაცა ცდილობ რომ გადახვიდე უკანა პლანზე, რაღაცა არ გამოჩნდეს ზედმეტად, რაღაცა არ გაღიზიანდეს, რაღაცა ვიღაცა. ეს იყო ყოველთვის. მაგრამ ერთი რაც ამ ადამიანს აი ჩემ ცხოვრებაზე და ეხლაც აქვს მუდმივად, ეს არის ადამიანი, რომელიც გეუბნება, რომ არ გაჩერდე, შენ მეტი შეგიძლია. მე ცოტა ვიცი ეგეთი ხრები სხვათა შორის ძალიან, მეტი შეგიძლია, ნამდვილად მეტი შეგიძლია. აი ეს ქონდა ყოველთვის, რომ აი გააკეთე შენ რაც გინდა. რა შეგიშალა მისმა თანამდებობებმა ხელი? მე თვითონ მერიდებოდა ხოლმე ზოგჯერ რაღაც ზედმეტად აქტიური ყოფილიყავი, ან ზედმეტად რაღაცა. აი ეს ფიქრობ, რომ ამ ხრივ შემიშალა ხელი, მაგრამ თლიანობაში თვითონ ყოველთვის ქონდა იმის შეგრძნება, რომ ეს შენ მეტი უნდა გააკეთო, მეტი შეგიძლია, აი ხა ნუზარმაცობ, ეხლა ეს გააკეთე. მითქვია ხოლმე, რომ აი მე ძალიან დავიღალი და ხა სახლში ჯდომას რა ჯობია, ხო, გავიქნებ. ნუ ჯეთე გულგახეთქილი არის ხოლმე რომ სახლში მინდა რომ იჯდეო და მე ვთქვი, რატომ უნდა იჯდე სახლში, და კიდევ რამდენი შეგიძლია, რამდენი რაღაც აზრი გაქვს თავში, რამდენი იდეა გაქვს, შეგიძლია გააკეთო. არც ერთ შემთხვევაში, აი ამ ხრივ ძალიან დამხმარე იყო ყოველთვის ჩემი. კლინიცისტად მას უმუშავია, არ ვიცი. კი, ნევროლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა, რამდენი წელი ძალიან კარგი ექიმი იყო, მინდა გითხრა, იმიტომ რომ მე მახსოვს მოვესწარი მაგის ექიმობას, რამდენიმე წელი, ძალიან კარგი ექიმი იყო, ნევროლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა და ეს იყო ძალიან მაგარი ინსტიტუტი მაშინ და ეხლა ძალიან კარგია, მაგრამ მაშინ იქ ძალიან ცნობილი ადამიანები მუშაობდნენ და კარგი ექიმი იყო საკმაოდ, მინდა გითხრა, საკმაოდ კარგი ექიმი. ეხლაც აქვს კიდევ აი ეს ლოგიკური აზროვნება, რაც უნდა ქონდეს ექიმს, ეხლაც კი აი
მე ხშირად არ ვლაპარაკობ ხოლმე სამსახურზე და რაღაც შემთხვევებზე, მაგრამ აი ამდენჯერაც გვილაპარაკია, კარგი ლოგიკა აქვს ძალიან აზროვნებაში და მაინც ოჯახის მთავარი ექიმი შენ იქნები ალბათ. იცი რა არის, არ არის ეს თლად კარგი ოჯახის მთავარი ექიმი რო ხარ, იმიტომ გადაწყვეტილებებს იღებ შენ. აი მაგალითად მამა რო ავად იყო, გადაწყვეტილებებს ვიღებდი მე რა უნდა გამეკეთებ. დიდი პასუხისმგებლობაა ძალიან. ყოველ შემთხვევაში რაღაც გადაწყვეტილებების მიღებაში ხარ ხოლმე მთავარი და არ არის ეს მაინდა-მაინც თუმეტეს ოჯახში ძალიან სასიამოვნო. თუმცა კი, მთელი ჩემი ოჯახისთვის ალბათ და ახლობლებისთვის რაღაც გარკვეულწილად კითხვების დასმის ობიექტი ვარ, რომელსაც პასუხებს ელიან და სწორ პასუხებს ელიან ყოველთვის და არ არის მარტივი საქმე. კეთილი. ისევ მოდი იაშვილს დაუბრუნდეთ და ამბულატორიას იაშვილისას. აი შენი კლინიკური პრაქტიკის გათვალისწინებით ყველაზე ხშირად რა შეცდომას უშვებენ ხოლმე მშობლები ბავშვის აღზრდისას, მისი ჯანდაცვის საკითხების დამენეჯმენტებისას. ეს არის მაგალითად უფრო მეტად სენსიტიურები არიან, უფრო მეტად შეშინებულები არიან თუ პირიქით ბევრ რაღაცას უგულებელ ყოფენ. აი როგორი ტენდენციებია? ალბათ ისიც და ისიც. ორივენაირი ადამიანები არსებობენ, ასაკურველია, არიან ისეთები, რომლებიც უგულებელ ყოფენ გარკვეულ რეკომენდაციებს. ეხლა ჩვენ იაშვილი ძალიან სპეციფიური კლინიკაა, რო არ თქვა ორი სიტყვა არ შემილია. აი ამასთან თქვა ძალიან ჭკვიან კოლეგასთან, რომელიც ქართველია და ცხოვრობს ევროპაში და იქ მუშაობს და ახსოვს რაღაც პროექტზე ვლაპარაკობდით და ამ ქალბატონმა მითხრა რომ და სწორედ თქვა, იცი და მე ეს ჩამჩა ტვინში ძალიან იაშვილი არის დი მარგალიტი, რომელსაც კიდევ დიდხანს სჭირდება, რომ აი დაუშვათ საბოლოოდ გაბრწყინდეს. ეს არის აბსოლუტურად უნიკალური საავადმყოფო, რომელშიც თავს იყრის ყველაფერი რთული, მძიმე, იშვიათი, პრობლემური და სადაც მუშაობენ მართლა თავგანწირული ადამიანები. და შესაბამისად იაშვილის აი ამბულატორიული ნაწილის ძირითადი ფუნქცია ეს არ არის რომ შენთან მოსეინდა ჯანმრთელი ბავშვი, მოდი ხა ამწონე გამზომე და მითხარი ავიცრა თუ არ ავიცრა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია პედიატრიის და ზოგადად პედიატრის მთავარი ამოცანა არის რომ რაც შეიძლება ნაკლები პაციენტი ყავდეს, მას უნდა ყავდეს ბევრი ჯანმრთელი ბავშვი მეთვალყურეობის ქვეშ, მაგრამ აი ავადმყოფი უნდა ყავდეს ნაკლები, მთელი მისი ცხოვრება უნდა იყოს მიძღვნილი იქით, რომ დროზე აღმოაჩინოს, დროზე უმკურნალოს, დროზე გამოავლინოს. ამიტომ ჩვენთან ხვდებიან ამბულატორიულ დეპარტამენტში ძირითადად ის პაციენტები, რომლებიც ან იწვნენ ჩვენგან, ან გაეწერენ ჩვენგან, აი ჩვენთან მაგალითად ეგეთი სისტემა არსებობს, ახალშობილთა რეანიმაციიდან გაწერილი ბავშვების მეთვალყურეობის, აი მე და ნინომ რაღაცნაირად სოლომონიამ ამ საკითხზე ვიმუშავეთ და რაღაც როცა ეწერებიან, მე მოდიან ამბულატორიის დეპარტამენტში რჩებიან, ეს არის ძალიან რთული ბავშვები. ზოგ შემთხვევაში კიდევ არის კითხვის ნიშნები დარჩენილი, მათ ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობა და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის 21 საუკუნის პედიატრიის და ზოგადად მედიცინის მთავარი, ეს თქვათ პრობლემას ვერ ვიტყოდი, იქნება გამოწვევა, უფრო ვიტყოდი, ეს არის მულტიდისციპლინური გუნდების შექმნა ინდივიდუალურად ერთი პაციენტის გარშემო, როცა შენ გინდა მიიღო ძალიან მაღალი ხარისხი. აი რაც ჩვენ პაციენტებს მოსწონთ თურქეთში რომ მიდიან და უფრო კარგად მოგვიარეს ან ევროპის ქვეყნებში, ეს არის მულტიდისციპლინური მუშაობა, ერთი ინდივიდუალური, ანუ ერთი დიაგნოზის გარშემო, კი ერთი ადამიანის გარშემო შექმნილი სისტემა, რომელიც აწყობილად მუშაობს, წყობრად მუშაობს იმისთვის, რომ ყველაფერი, რაც არის ჯანმრთელობასთან, ასევე სოციალურთან დაკავშირებული, მის ემოციებთან, მის გარემოსთან, ეს ყველაფერი მოაგვაროს ერთ ადგილზე. ამიტომ ჩვენთან ხვდებიან ძირითადად და ყოველთვის ჩემ ხელში ძირითადად ხვდებიან ის ბავშვები, რომლებიც ან ძიმე ოპერაციების მერე გაეწერენ ჩვენგან, ან აქვთ რაღაც ქრონიკული დაავადება და ჭირდებათ მეთვალყურეობა. ეს არის უფრო აი ეს იაშვილის ტიპის კლინიკების, ამბულატორიული დეპარტამენტების მთავარი ამოცანა, რომ შენივე გაწერილი პაციენტი გაიყვანო რაღაც გარკვეულ სწორ გზაზე დააყენო და მიხედო ბოლომდე როგორც შეგიძლია. რასაკვირველია, აქ უკვე თვითონ სისტემა რაც ქვეყანაში არსებობს, აი ჯანდაცვის პირველადი ჯანდაცვის სერვისების ფინანსირების ხელს არ გიწყობს და მთლიანად ან სადაზღვევო კომპანიაზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი ან სამწუხაროდ პაციენტის უნარებზე, რომ გადახდის უნარიანი იყოს, მაგრამ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ გააყვე ამ კონტინიუმში პაციენტს, რომელიც ეწერება შენგან, მით უმეტეს ყველა პაციენტი, რომელიც ჩვენთან ხვდება, არ არის მარტივი პაციენტი და მათ ჭირდებათ სპეციფიური მეთვალყურეობა. რაც შეეხება მშობლებს, მშობლები უგულებელ ყოფენ კი რაღაცებს, მაგრამ არის სიტუაცია, როცა გადაჭარბებული, აი არასოდეს კანონი არსებობს, კანონი არის ეგეთი, რომ აი ეს ჰიპერგზნობელი მშობელი არ უნდა დააიგნორო, შენ უნდა მოусმინო იმას, იმიტომ რომ მშობლის ინტუიცია
ემოცია შეიძლება იყოს გადამწყვეტი შენთვის, შეიძლება შეგრჩებოდეს რაღაც ყურადღების მიღმა და არ უნდა იფიქრო, რომ ეს არის რაღაცა ჰიპერ, ესე ვთქვათ, გზნობიარე ადამიანი, რომელიც აჭარბებს რაღაცას, უნდა ჩაეკითხო, უნდა დაელაპარაკო, ნახო და აი ობიექტურად შეაფასო სიტუაცია, რეალურად არის თუ არა მისი შფოთვები საფუძვლის ქვეშ. და მინდა ხშირად არის ხოლმე, შეიძლება უფრო პატარაა ვიდრე მისი შფოთვა, მაგრამ მშობელს აქვს უნარი დაინახოს პრობლემა კარგად. ძალიან კარგად დაინახოს და როგორ მოგაწოდებს ამას მეორე. არის მშობლები, რომლებიც აიგნორებენ რაღაც სიტუაციას. ბევრი არ არის ესეთი სხვა შორის, მაგრამ არსებობენ ეგეთი მშობლები და ამას უკვე სხვა სახელი ქვია. ამას ქვია ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა და შეიძლება თანამედროვე დეფინიციით ჩაგვრაც კი ეწოდოს, როცა შენ უგულებელყოფ შენი შვილის ძირითად ინტერესებს. საინტერესო თემა შეეხება, ოდესმე თუ დაგირეკავს პოლიციაში, როდესაც ბავშვის საუკეთესო ინტერესი მშობლის მიერ ირღვეოდა. პოლიციაში ჩვენ არ ვრეკავთ, ჩვენ გვყავს სოციალური მუშაკი, რომელსაც ვატყობინებთ. ეხლა მე მქონდა ზუსტად ეხლა ხაზი გაგიკეთებია თუ არა შეთყობინება. ერთი დაახლოებით 2 კვირის წინ, როცა სოციალური მუშაკს ვთხოვებ, ჩვენ გვყავს იაშვილს ყავს თავის სოციალური მუშაკი, ძალიან კარგი ექიმია თვითონაც პედიატრი და ასევე არის სოციალური მუშაკი, რომელიც იცის მთელი ეს სისტემა, ანუ რა შემთხვევაში შემიძლია მე მიმართოს ამათთან დამცავ სტრუქტურებს, ეს პრინციპში მე სოციალური მუშაკის მეშვეობით ვარკვევ ამას, ეხლა ხომ მქონდა ეგეთი შემთხვევა, როდესაც აი სოფოსთან გავიარეთ და უშუალოდ რა უნდა გაგვეკეთებინა, შეტყობინებას არ გაგვეგზავნა და როგორ უნდა გვემოქმედა. მძიმე შემთხვევა იყო? არა, არ იყო ძალიან მძიმე შემთხვევა, თუმცა ძალიან საყურადღებო შემთხვევა იყო ნამდვილად, იმიტომ მე შემექმნა შტაბ-ბეჭდილება, რომ აქ იყო გარკვეულწილად უგულებელყოფა ბავშვის ინტერესების რაღაც გარკვეული მაჩვენებლები იყო იმისი, რომ არ უვლიდნენ კარგად, ასე თქვა და ესეც უკვე არის მაჩვენებელი. ნაშიმშილარი ბავშვი იყო. ესეც დაახლოებით ესე იყო. და სწორედაც რომ უგულებელყოფა იყო მისი ინტერესები და შევატყობინეთ და მე ეს რაღაცა გარკვეული მიმართულებით წავიდა სოფო მე უკვე შედეგები მითხრა რომ რა მოხდა, რა გააკეთეს და რა შედეგები დამთავრდა. ჩვენ ამის ვალდებულება გვაქვს აუცილებლად. მსგავსი რაღაცების უგულებელყოფა არ შეიძლება. თუ შენ ამბულატორიულ მიღებაზე ნახე ძალადობის კვალი, ან ნახე რაღაც ისეთი რაც არ მოგწონს, აქ უკვე აუცილებელია სოციალური მუშაკის ჩართვა და თუ ის ჩაჭიროთ ჩათვლის ამ სიტუაციაში მე უკვე სამართალდამცავების. როგორც დედას და როგორც ქალს მინდა შეგეკითხო. ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ცუდი დედობის გამო დედობას ართმევენ მშობლებს. ბოლო ხანებში ყოფილა ეგეთი შემთხვევები. ანუ ხო არის პრაქტიკაში, რომ მაგალითად არისებობენ თქვათ ადამიანები, რომლებიც აი რას ფიქრობ, აი დედას დედობა უნდა ჩამოართვან? იცი რა არის რთული საკითხი, ახლა რატო გეტყვი, იმიტომ რომ სადღაც დასაწყისში 25 წლის წინ ამბავს ვამბობ, როცა საქართველოში დაიწყო დეინსტიტუციონალიზაციის პროექტი, იყო ერთი დიდი პროექტი, რას ნიშნავდა, იცი რომ ბავშვთა სახლები რაც იყო, აღარ უნდა ყოფილიყო. და საოჯახო ტიპის. ბავშვი და წასულიყო საოჯახო ტიპის და მაშინ მე მიღებული მაქვს მონაწილეობა ამ პროექტში, არსი იყო ის რომ ჩვენ უნდა შეგვექმნა რაღაცა გარკვეული მასალა სახელმძღვანელო იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ბავშვებს გაიყვანდნენ, რომ მათ იცოდნოდათ რა გააკეთონ და როგორ გააკეთონ. და ერთი პრინციპი აქ იყო ის, რომ მოგეძიებინა მშობელი, რომელმაც დატოვა ეს ბავშვი და შეგეთავაზე ბიოლოგიური მშობელი და შეგეთავაზებინა, რომ დაუშვათ ის თანხა, რასაც სახელმწიფო ბავშვთა სახლში იხდიდა, ჯობია რომ დაუშვათ წასულიყო იქით. მე არ მეგულება არა, ძალიან ეს პროცესი ძალიან კარგად წავიდა. დღეს საქართველოში არ არსებობს პრაქტიკულად ბავშვთა სახლი, ყველაფერი არის, ანუ ძალიან მალე ხდება. ან გაშვილობილება, ან გაშვილება, ან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება. ბავშვი არ უნდა იყოს ბავშვთა სახლში, ეს არის 21 საუკუნის აბსოლუტური, ის თქვათ, ყარი დებულება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ბავშვი დაიზრდებოდეს ოჯახში, ან ერთი ბავშვი ერთ ოჯახში, ან რამდენიმე ბავშვი ერთ ოჯახში გაშვილობილების foster care, რასაც ქვია პრინციპის მიხედვით. მე არ მეგულება დედა არ ვიცნობ სიმართლე გითხრა, ვერ ვიხსენებ იმდროინდელი ჩემი გამოცდილებით ან მერე, რომელიც თუ ოდნავ მაინც შესაძლებლობა აქვს თავის ბავშვს მიატოვოს, მაგრამ მე ასევე მსმენია და მინახია რამდენჯერმე ცხოვრებაში სიტუაციები და ჩემ პრაქტიკაში, როდესაც აი ეს უგულებელყოფა ძირითადი ინტერესების მოუხდარა. სიმართლე გითხრა, არ მსმენია ჩამორთმევაზე უფლების და არსებობს თუ არა ეს მეთოდოლოგია, ეს გზა კიდევ არ ვიცი. შეზღუდული მაგალითად. მაგრამ პრინციპი დღეს თანამედროვე არის, რომ შენ ყველანაირი სოციალურმა მუშაკმა, ექიმმა,
მამა თუ ვინც ხარი ბავშვის გარშემო, ყველანაირი ძალისხმევა ჩადო იმასში, რომ ამ ბავშვს ყავდეს ოჯახი, ეს იქნება ბიოლოგიური ოჯახი, რომელიც შენარჩუნებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო, ან შეიძლება ეს იყოს სხვა ოჯახი, რომელშიც ის ცხოვრობს დროებით და მას აქვს განსაკუთრებული მზრუნველობა. და აი უკვე როგორი მზრუნველობა აქვს, ეს უკვე სოციალურმა მუშაკებმა უნდა შეაფასონ, არის თუ არა ეს ერთი კითხვაც მინდა დაგისვა. აი ძველი ყაიდის ექიმებისგან, ასეთი გინეკოლოგებისგან განსაკუთრებით ასეთი რაღაცა მაქვს მოსმენელი, რომ ქალი, რომელიც ძველ დროს ბავშვის დატოვებას ცდილობდა სამშობიარო სახლში მაგალითად, თუ ის ქალიო ბავშვს ძუძუს მოაწოვებდა მერე ვეღარ ტოვებდა, რამდენად შეიძლება ეს მართალი იყოს მაგალითად, რომ შესაძლოა ლაქტაციის შემდგომ ბავშვის დატოვება დედისთვის რთულია? გაგიგია თუ არა ესეთი? გამიგია, მაგრამ ნახე რა ხდება, ეხლა მე სტატისტიკურად არ ვიცი რამდენად ესეა, ამიტომ ვებს ვერ გეტყვი, მაგრამ ჩვენ თავაზობდით ხოლმე რომ ყოველთვის ეწოვებინა ამ დედას, რომელსაც განზრახული ქონდა ბავშვის დატოვება ჩვილისთვის ძუძუ. კი, ეს გამიგია, ნამდვილად არის ამაში სიმართლის მარცვალი და ჭეშმარიტების მარცვალი ნამდვილად, რამდენად პრაქტიკაზე ეს სწორად განხორციელდა, ვერ გეტყვი, იმიტომ სტატისტიკურად არ ვიცი რამდენად განისაზღვრა, რამდენად ემპირიული რაღაც ესე მოთქმი. ემპირიულად ესე დაკვირვებით რო გითხრა, რასაკვირველი ესე იქნება. იმიტომ რომ ეს ლაქტაცია თავისთავად საინტერესო პროცესი არის, პირველივე ჯერზე აყალიბებს მიჯაჭვულობას, რასაკვირველია შვილთან და უფრო ძნელდება მასთან განშორება, რასაკვირველია. ამიტომაც რეალურად იმის რომ ლაქტაციასაც ხელი შეეწყოს და ამ კავშირსაც ჯანმრთელმა დედამ და ჯანმრთელმა ახალშობილმა პირველი საათის განმავლობაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა განახორციელონ ეს კავშირი, რომ აი დედამ დაუშვათ მიცეს პირველი პორცია ხსენის რაც აქვს, რათა კავშირი იყოს ძალიან მყარი და განვითარებისთვის მაგას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა და მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება. ლაქტაცია პედიატრიაში ძალიან მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ ეს არის ფასდაუდებელი რამ, რასაც დედა მომავალი შვილისთვის აკეთებს, ხო? მაგრამ აი ძველ დროში ასევე ძალიან ბევრი ადამიანი ამბობდა იმას, რომ აი ლაქტაციის დროს ქალის მკერდი ფუჭდება მაგალითად და ამ მიზეზით არ გაგიგია რომ უარი უთქვათ ლაქტაციაზე. ეხლაც გამიგია სხვათა შორის რამდენი გინდა იმდენი ძველ დროში, კი, ეხლაც ესე ძალიან საინტერესო თემა არის. ეგ არის სუფთად კონსულტირების თემა. ანუ როგორ ელაპარაკები შენ ექიმი დედას ლაქტაციის აუცილებლობის შესახებ და მინდა გითხრა რომ ეს ლაპარაკი მე პედიატრმა კი არ უნდა დავიწყო, მაშინ როცა უკვე ბავშვი დაბადებულია, ან მე ნეონატოლოგმა თუ ის დაუშვათ სამშობიაროში ვარ, ან მე ანმა. ეს უნდა დაიწყოს იმ მეთვალყურე გინეკოლოგმა, აი ვინც ბავშვზე ვინც ორსულზე მეთვალყურეობს 9 თვის განმავლობაში. ეს თემა იქ უნდა იყოს აუცილებლად გაშლილი და განხილული. ეხლაც დღესაც ძალიან ბევრი დედა ვიცი, ჩვენ უკვე როცა ჩვენთან უკვე ხო დაბადებული ბავშვი და დედა მოდიან არა და როცა შენ ელაპარაკებ აი რა არის კვების ტიპი და გეუბნება რომ აი ფორმულას ვაჭმევ და ზოგადად იცი როგორ იყო წინათ როცა ჩვენ დავიწყეთ პირველად ამ ლაქტაციაზე მუშაობა, ძალიან აქტიურად უკეთებდით ზეწოლას დედას, რომ აი ბუნებრივი კვება, რომ უნდა კვებო აუცილებლად, რომ ეს მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელობის, შენთვის მნიშვნელოვანია ძალიან, რომ ძუძუს კიბოს სიხშირე ძალიან მცირდება ეს რისკები. აი ახლა აღმოჩნდა საშინაოს ყელის სიმსივნის რისკებიც რამდენადმე მცირდება. ბავშვი უფრო ჯანმრთელია, უფრო ჭკვიანი არ აქვს, ეს არ აქვს, ის იქნება უფრო კარგი IQ ექნება მე და მთელ აი ამ კონსულტაციის თემებს ჩვენ ძალიან აქტიურად ვეწევთ. მაგრამ მე აღმოჩნდა რომ არსებობს ეგეთი მცნება, რაც მე როცა ახალგაზრდა ექიმი და სტუდენტი ვიყავი, საერთოდ ამაზე არ გვიფიქრია. ეს არის ქალის დეპრესია, მშობიარობის შემდგომი დეპრესია. და სხვათა შორის რაც უნდა გაგიკვირდეს, ეგეც პედიატრების საქმეა რომ შევაფასოთ. ამისთვის არსებობს სპეციალური კითხვარი, ედინბურგის დეპრესიის შკალა ქვია, 10 კითხვარი სულ, რომელსაც 6 თვემდე დაახლოებით ასაკის ბავშვის დედას სისტემატიურად უსვამ, რომ მიხვდე ხომ არ არის ეს ქალი დეპრესიული. იმიტომ დეპრესიის არსებობა რეალურად აფერხებს ბუნებრივ კვებას, აფერხებს მიჯაჭვულობას და ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ დედების უმრავლე არის დიდი წილი, რომელიც გეუბნება, რომ აი მე ეს დავუშვათ გამიფუჭებს იქ ფიგურას, ვერ გავხდები უფრო დროულად, ამისთვის არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომელსაც შენ მეთოდურად აწვდი. ძალიან ბევრი კალორია იმის რომ ლაქტაცია კონდეს არ არის საჭირო. 200 კალორიით მეტია საჭირო და იყოლოს მომხოლმე მაგალითად ხო გინახიათ დაუშვათ სადღაც, სადღაც შიმშილი არის რომელიღაც ქვეყნებში ხო, სადღაც აი ქალი აჭმევს ბავშვს ძუძუს არის გამხდარი, მაგრამ ის რძე მაინც წაიღებს იმ კალორიებს, რაც საჭიროა ბავშვისთვის აუცილებლად. ანუ ესეა მოწყობილი ეს ამბავია
ასე ვთქვათ, ბუნებამ ესე საოცრად მოაწყო, რომ ყველაფერს აიღებს დედისგან, მაგრამ რძე იქნება იმ შემადგენლობის, მოდი ქალი იფიტება ამ დროს. ამიტომაც სულვეონები რომ არ არის საჭირო ეს რაღაცა ბევრი ჭამა, როგორც ჩვენ დროს იყო, რომ აუცილებლად რაღაცა ძალიან ბევრი უნდა გეჭამა, იმის რომ ქონდა ლაქტაცია. 200 კალორიით მეტი ჩვენ ჩვეულებრივ კალორიასთან რაც ქონდეს, ასებით საკმარისი არის, რომ არ გამოიფიტო და ნორმალურად აჭამო ეს. და ადრე იყო ხოლმე ცარი შეხედულება, რომ როდესაც მეძუძური დედა არ ჭამდა კონკრეტულ რაღაცებს, მაგალითად. არა, ეხლა თქვენ კითხებიან ძალიან ხშირად. რეალურად ყველაფრის ჭამა შეუძლია ნებისმიერ თავს. ყველაფრის ჭამა შეუძლიათ რეალურად, ეხლა ხვეონები რომ ძალიან წიწაკიანები და ნივრიანები არ ჭამონ. და კიდევ მცდარი მოსაზრებაა, რომ ბევრი ქალი, რომელიც უარს ამბობს შვილის ძუძუთიკვებაზე, ამბობს, რომ მაგალითად რძე არ აქვს და ეს რამე არ არსებობს. არ არსებობს ესეთი რაღაცა. წარმოუდგენელი რაღაცა არის, იმიტომ რომ თუ შენ იყავი ორსულად, შენ ქონდა პროლაქტინი და თუ ქონდა პროლაქტინი, მაშინ გექნება რძე ყველა შემთხვევაში და ოქსიტოცინიც გამოგეყოფა ორი გორმონია მაგ საქმეთვის საჭირო. თუ ცხადვე იყავი ფეხძიმედ ეგრული გორმონი ყველა შემთხვევაში ეს თავის მართლებას ტყუილია. და არც ზომას აქვს მნიშვნელობა, არც სხვა არაფერს, ეს ორი გორმონი არის და თავის საქმეს აკეთებს. ეკა, შენ პედიატრიაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განგიხორციელებია, მუშაობდი და ძალიან ბევრი კარგი საქმე გაქვს გაკეთებული საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიმართულებით და ამისთვის მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თუნდაც ლაქტაციის ამბავს შევეხეთ ბავშვების განვითარების თემას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცებია რომ ამ თემაზე ჩვენ პედიატრიულ სამედიცინო საზოგადოებაში ზოგადად ფართო საზოგადოებაში საუბრები დაიწყო და ბევრი რაღაც დაინერგა და შეიცვალა. მე მინდა ძალიან გულწრფელი შტაბ-ეწოდება გამაგიზიაროთ ჩემი შენდამი რომ აი მართლა ძალიან კარგი ექიმი ხარ. მადლობა რაღაცა ძალიან კარგი ექიმი ხარ და ძალიან კარგი ექიმი ხარ და ასევე შენი საქმე ძალიან გიყვარს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ბავშვები გიყვარს. მადლობა. კი, ბავშვების სიყვარული მნიშვნელოვანი არის ძალიან მნიშვნელოვანი არის ყველანაირი ბავშვი რომელიც გადის შენ ხელში და გამახსოვდეს ასე ვთქვათ და იყოს ნაწილი შენი ცხოვრების. თუმცა შენი პირველი დიაგნოზი მუცლის ტიპი ის შემოწესწომა აღმოჩნდა. ხო, შეცდომა და დამცინეს ხო, კეთილდებსაძე მოგтва სიცილით ამ თემაზე, საიდან მოიტანეს საერთოდ. რა კაი გაკვეთილი იყო ჩემთვის მინდა გითხრა მთელი ცხოვრება, საიდან დაიწყო ლოგიკა აზროვნების და სადამდე გახვიდა ასე ვთქვათ. მადლობა დიდი რომ იყავი ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა ვფიქრობ და რა ვიცი, კიდე ძალიან ბევრს ვისაუბრებდი, მაგრამ ჩვენი დროც რაღაცა ლიმიტირებულია. მადლობა შენ რომ იყავი. დავამშვიდობებით მაყურებელს, მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ გვიყურეთ და არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი ექიმი მიკროფონთან და აქვე ლაიქიც მიაყოლეთ. მომავალ კვირამდე გამშვიდობებით, ძალიან საინტერესო სტუმარს გიმზადებთ.